მტკიცებითი მედიცინის კონცეფციაში მთავარი ადგილი უკავია ერთ სუბიექტს. ეს არის ექიმი, რომ და მტკიცებულებებზე ორიენტირებულმა ექიმმა აუცილებლად უნდა იცოდეს რა, სად, როგორ მოიძიოს, სად რომელი პუბლიკაციას გაეცნოს, სად მოიძიოს კვლევები, რომლის საფუძველზეც მოწოდებული რეკომენდაციები მისი შედეგისთვის იქნება ძალიან სასარგებლო და კეთილსინდისიერად როგორ უმკურნალოს, თქვათ, პაციენტს. ამიტომ ეს მტკიცებითი მედიცინა ისეთ სპონტანურად არ შექმნილა, ხო? მას რაღაცა თავისი გარკვეული საფუძვლები აუცილებლად ჰქონდა და ძალიან საინტერესო იქნება თუ ვიტყვით იმას, რომ ჯერ კიდევ მრავალი წლის წინ გამოჩნდა მედიცინაში ეგეწოდებული როგორც ამობი დონ კიხოტები, რომელმაც სრულიად შეცვალეს და გაილაშქრეს იმ საკითხის წინააღმდეგ, რომელიც ხდებოდა იმ პერიოდში მთელ მსოფლიოში მედიცინის სამედიცინო ასე ვთქვათ, კუთხით. და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მტკიცებითი მედიცინის საწყისებთან დგას შერლოკ ჰოლმსის პერსონაჟის ავტორი, მწერალი კონან დოილი. იგი იყო ძალიან კარგი მწერალი, ვიდრე იყო ექიმი, იგი გახლდათ ექიმი ოფთალმოლოგი და მან პირველმა გააკრიტიკა, იგი იყო შოტლანდიელი მწერალი, ბრიტანული მედიცინა და გამოაქვეყნა კიდეც სტატია ამის შესახებ და მას ეკუთვნის ძალიან საინტერესო ფრაზა, რომელიც ჩვენთვის ყველასათვის არის ძალიან კარგად ცნობილი, რომ რაც უფრო ნაკლები განათლება აქვს ექიმს, მით მეტი წარმოდგენა აქვს მას თავის პროფესიულ ღირსებას. ამის შემდეგ უკვე ამ საკითხებში ჩაერთო შოტლანდიელი პროფესორი არჩიბალდ კოხრეინი, რომელიც ყველამ კარგად ვიცით, იმიტომ რომ კოხრეინის კოლაბორაციის შემქმნელი იყო და ფუძნებელი. ეს არის ბრიტანული საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომელიც აი სამედიცინო კვლევების შედეგად მიღებული, ანუ შედეგების სისტემატიზაციისთვის არის მოწოდებული, რაც ხელს უწყობს მტკიცებულებებზე დაფუძნებული მონაცემების საფუძველზე სამედიცინო სფეროში სწორი ინტერვენციების, ასე ვთქვათ, გაკეთებას. და არის 59 მიმოხილვითი ჯგუფი, მასში პაციენტებიც კი არიან ჩართულები და მთელ მსოფლიოში სხვადასხვა კვლევით ინსტიტუტებში არიან. მას ეკუთვნის სხვათა შორის კონტროლირებადი, რანდომიზებული კონტროლირებადი კვლევის ფუძემდებელი არის კოხრენი და იგი აქტიურად ამ საკითხებში ჩაება და ძალიან აქტუალური იყო ეს მისი ცხოვრებისეული გამოცდილების გამო, იმიტომ რომ მას ჰქონდა კანის სერიოზული დაავადება და წლების განმავლობაში მკურნალობდა იმ პრეპარატებით და იმ რეკომენდაციებით სარგებლობდა, რასაც თქვათ მკვლევარები იმ პერიოდში აღწევდნენ. ამიტომ გაილაშქრა მის წინააღმდეგ და აღნიშნა, რომ ეს კვლევები იყო ძალიან სუსტი. შემდეგ უკვე ჯინგლასი გაჩნდა, რომელმაც სისტემურად მეტაანალიზის კონცეფცია შექმნა და დღეს ნახეთ როგორ არის, თუ გვაინტერესებს რომელიმე კონკრეტულ თემაზე კონკრეტული პასუხი, ამისათვის ექსპერტების ჯგუფის ხდებიან. ერთი რომელიმე საკითხი, რომელიც არის საინტერესო, ყველა პუბლიკაციის შესწავლა ხდება რევიზია, შემდეგ ამ პუბლიკაციების გაფილტვა და რაც დარჩება, აი ის არის ყველაზე სანდო, ყველაზე სარწმუნო. აი ერთ-ერთი მაგალითისთვის შეიძლება მოვიყვანო ინფექციური ენდოკარდიტის პროფილაქტიკის თემა, რომელიც არა მხოლოდ სტომატოლოგებისთვის, არამედ მედიცინის ყველა სფეროში ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა, იმიტომ რომ ბაქტერიები ეს არის სისხლში ბაქტერიების არსებობა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ხშირი დაავადება არისო, მის დაავადების შემთხვევაში 10-12 ლეტალობის პროცენტი საკმაოდ მაღალი იყო და ამიტომ დღის წესრიგში დადგა, რომ მოდით სტომატოლოგი, იმიტომ რომ პირიზღუში ძალიან ბევრი ბაქტერია არის, ამიტომ სტომატოლოგიური პროცედურები ჩაითვალა ძალიან მაღალ რისკ ფაქტორად. ამისათვის ჩატარდა სისტემური მომხილვა. 2000 საუბარი იყო, რომ პირისღრუში ანუ სტომატოლოგიური მანიპულაციების დროს შეიძლება დაინფიცირება და სხვათა შორის ესაც ძალიან აქტუალური საკითხია, მინდა გითხრათ. ამისათვის ჩატარდა სისტემური მომხილვა. 2038 პუბლიკაცია გადაიხედა და ამ 2038 პუბლიკაციიდან იცით რამდენი დარჩა? საბოლოოდ მიმოხილვის შედეგად ერთი მხოლოდ შემთხვევა კონტროლის კვლევა. ამის შემდეგ მათ გააკეთეს, ექსპერტებმა გააკეთეს დასკვნა, რომ არ არსებობს სანდო მტკიცებულებები
ბაქტერიული ინფექციური ენდოკარდიტის რისკის მქონე პაციენტებში სტომატოლოგიური პროცედურების დროს აი ამ რისკის შესახებ. აქედან გამომდინარე, ანუ შესაძლებელია, რომ ანუ კითხვის ნიშნის ქვეშ დაისვა აქტუალობა და აუცილებლობა. მით უმეტეს, თორე ექსპერტებმა თქვეს, რომ პირის ღრუში იმიტომ რომ ძალიან ბევრი ბაქტერია, მცირე ხარისხის ხშირი ეპიზოდები ბაქტერიუმის ყოველთვის ხდება. ყოველთვის აქ ამას ადგილი ღეჭვითი მოძრაობის დროს, ყოველთვის ხდება მაგალითად მის ფლოსის გამოყენების დროს, კბილების გამოხერხვის პროცესში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ცუდი ჰიგიენური ისინი აქვს პირის ღრუ აქვს პაციენტს და ამავდროულად აღინიშნება პაროდონტიტი. ხო, იმიტომ რომ პაროდონტიტია წარმოადგენს რისკ ფაქტორს. მით უმეტეს, როდესაც არც ერთი რანდომიზებული კვლევა არ არსებობს, კონტროლირებადი კვლევა, რომელიც დაადასტურებდა ამ ფაქტს, იმიტომ რომ ხშირი დაავადება არ არის, იშვიათად ვითარდება და ამიტომ გარკვეული რაოდენობის პაციენტების მოძიება სირთულეს წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, კვლევის საჭიროება ეშქვეშ ხდება. აქედან გამომდინარე 2015 წელს კარდიოლოგთა ევროპულმა ასოციაციას, უბრალოდ ევროპულმა კარდიოლოგთა ევროპულმა ასოციაციამ მოგვაწოდა პირდაპირი გაიდლაინები ჩვენ სტომატოლოგებს, როდის რა უნდა გავაკეთოთ, რა შემთხვევაში უნდა გავაკეთოთ და ვინ შედის ამ რისკის ჯგუფში მყოფი ვინ არიან ეს პაციენტები. სტომატოლოგის ბრალეულობა. ხო, იცით რა, პირდაპირ მოგვაწოდეს ანტიბიოტიკები, რომლებიც უნდა იყოს გამოყენებული, თქვათ იმ შემთხვევაში თუ ანამნეზში ერთხელ მაინც არსებობს ეს შემთხვევა ენდოკარდიტის, მათ უნდა ჩაუტარდეს თანდაყოლილი თქვათ პათოლოგების შემთხვევაში, ოპერაციების შემთხვევაში და სხვადასხვა იმისთვის და ეს არის მოწოდებული ცხრილში, როდის უნდა გავაკეთოთ და რა. თუ მაგალითად სისხლდენასთან არას უცირდება საერთოდ ესა თუ ის პროცედურა სტომატოლოგიური, ასეთ შემთხვევაში იგივე მაგალითად კარიესის გარკვეული ლოკალიზაციების დროს მაგალითად საერთოდ არ არის საჭირო ანტიბიოტიკოთერაპია, მაშინ როდესაც ამას თავისი გარკვეული რისკ ფაქტორებია. ძალიან მნიშვნელოვანია იყო ასევე ისიც, რომ სისტემური ანტიბიოტიკოთერაპია ყოველთვის ტარდებოდა მაგალითად პაროდონტიტის შემთხვევაში. და 20-20 წლის გაიდლაინში, კლინიკური გაიდლაინში პირდაპირ მოგვიწოდეს, რომ ეს არ არის აუცილებელი გარკვეული კლინიკური მდგომარეობები, ну იქ არის ჩამონათვალი, თქვა რა მდგომარეობები შეიძლება იყოს. ამიტომ პირველი რიგის რუტინულად ეს აღარ ხდება. რუტინულად აღარ ხდება. თუ ჩვენ იმას ვიტყვით, რომ მკურნალობის შედეგები შეიძლება სუროგატული იყოს და შეიძლება ჭეშმარიტი იყოს, აი მაგალითისთვის შემიძლია მოვიყვანო მაგალითად, როდესაც ოსტეოპოროზის დროს ფტორიდების გამოყენება ხდებოდა და რატომ? იმიტომ რომ პროფილაქტიკა, ანუ რისკს ამცირებდა მოტეხილობის, იმიტომ რომ ამ დროს სიმკვრივე იყო, ხო, ძვალში შემცირების სიმკვრივე მცირდებოდა. კვლევით აღმოჩნდა, რომ სიმკვრივე გაიზარდა, მაგრამ მოტეხილობის რისკიც გაიზარდა. აქედან გამომდინარე, ეს იყო სუროგატული შედეგი, როდესაც მასა გაიზარდა, იმიტომ რომ ჭეშმარიტი შედეგი არის პროფილაქტიკა თვითონ მოტეხილობის. ასევე იყო მაგალითად პაროდონტიტის დროს, როდესაც პაროდონტიტის მკურნალობა ძირითად ეფექტიანობის განსაზღვრა სუროგატული შედეგების საფუძველზე ხდებოდა სამწუხაროდ. ვინაიდან თუ პაციენტს საერთოდ არ აინტერესებს მკურნალობის დროს, რამდენი აქვს მას პაროდონტული ჯიბე, სიღრმე, თქვათ ფურკაციული დაზიანება აღინიშნება თუ არა, როგორ შეიცვალა მის მორყევის ხარისხი, მისთვის თავარი რა არის, რომ კბილი შენარჩუნდეს და მთელი ცხოვრების განმავლობაში დაახლოებით ქონდეს ეს არის ჭეშმარიტი და არა სიმპტომები არის, იცით რა, ეს არის დემონსტრირება იყო და არაპროფესიონალური მიდგომაა, როდესაც თუ გრძილი გავარდის ფრთება, თუ კბილი არ მოირყევა, თუ თქვათ რაღაცა, აი ეს სიმპტომატიკა შემცირდება, ეს კარგია და ეს არის შედეგი, ეს არის მხოლოდ სუროგატული შედეგი. მთავარი დღეს ოქროს სტანდარტი, ეს გახლავთ კლინიკური მიმაგრების დარღვევა, ანუ მანძილი მინაქარდის დუღაბის ცაზვლიდან ზონდირების სიღრმეებდი, იმიტომ რომ ეს არის მთავარი და ოქროს სტანდარტი უკვე არა პაროდონტული ჯიბის სიღრმე, არამედ კლინიკური მიმაგრების დარღვევა, ესეც რა თქმა უნდა, აი ამ მტკიცებითი მედიცინის საფუძველზე გვაქვს მოწოდებული და ამაზე შეიძლება უხვად ძალიან ბევრი საუბარი.